ჯანდაცვის სტანდარტის წარმდგენია ავერსის კლინიკა. ჯანდაცვის სტანდარტის სპონსორია წყალი მთის 0%-იანი ბრომატით. მოგესალმებით BMG TV-ზე ჩვენს ყოველკვირეულ გადაცემას ჯანდაცვის სტანდარტს ვიწყებთ, რომელსაც მე ნინი ლონგურაშვილი და ამირან გამყრელიძე წარმოგიდგენთ. მოგესალმებით კვირად დღეს და მოხარული ვართ, რომ უყურებთ BMG TV-ზე ჯანდაცვის სტანდარტს. დღევანდელ გადაცემას ვუთმობთ ერთ-ერთ იმ მნიშვნელოვან თემას, რომელიც ჩვენი საზოგადოების სოციალურ სამართლიანობას, ინკლუზიურობას და ჰუმანურ ღირებულებებს წარმოადგენს. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ჯანმრთელობას და მათი უფლებების რეალიზებას. აქვე სტატისტიკასაც გაგიზიარებთ, დღეს მსოფლიოში დაახლოებით 1.3 მილიარდი ადამიანი, მსოფლიო მოსახლეობის 16% ცხოვრობს მნიშვნელოვანი შეზღუდული შესაძლებლობებით. ეს მაჩვენებელი იზრდება მოსახლეობის დაბერებისა და არაგადამდები დაავადებების პროგრესირების პარალელურად და რაც შეეხება საქართველოს სტატისტიკის ბოლო მონაცემებით 2024 წელს სოციალური პაკეტის მიმღები შეშემო პირთა რაოდენობა 132,000 შეადგინა. ეს არის 132,000 ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად აწყდებიან სისტემურ ბარიერებს ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე წვდომაში. ჯანდაცვის სტანდარტის დღევანდელ გადაცემაში განვიხილავთ თუ რა კონკრეტული გამოწვევების წინაშე დგანან დღეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ჩვენს ქვეყანაში, როგორ ვლინდება ჯანმრთელობის უთანასწორობა და რა არის მისი სისტემური მიზეზები. საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებსაც მოვისმენთ და ასევე მოვიკითხავთ, როგორია ბოლო წლების პროგრესი. ორ გამორჩეულ ექსპერტთან ერთად ვისაუბრებთ, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებების დასაცავად და სოციალური ინკლუზიის ხელშესაწყობად. მაია შიშნიაშვილი, სოციალური ინკლუზიის მხარდამჭერი ორგანიზაცია ხერი ხელს დამფუძნებელი შემოგვერთდება და ასევე გადაცემაში უმასპინძლობთ გია კაკაჩიას სოციალური პოლიტიკის, ბავშვთა კეთილდღეობისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების აღიარებულ ექსპერტს, რომელიც მონაწილეობდა ინკლუზიური სერვისებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე დაფუძნებული პოლიტიკის განვითარებაში. იქამდე ვიდრე ვუმასპინძლებდეთ ჩვენს დღევანდელ სტუმრებს, ჯანდაცვის და მედიცინის კვირის მთავარ სიახლეებს გადავხედოთ. მთავრობა შვეიცარიულ ფარმაცევტულ კომპანიებთან, როშესა და ნოვარტისთან ონკოლოგიურ პაციენტთა მედიკამენტების პროგრამას, რომელიც 2023 წელს დაიწყო, $18 მილიონ ამატებს. ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოსთვის ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ გაგზავნილი წერილიდან ირკვევა. განცხადების თანახმად, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო შეიძენს ახალი თაობის მედიკამენტებს სპეციალური ფასდაკლებული ტარიფით, რაც მომწოდებელთან, ნოვარტისთან და როშესთან არსებული ხელშეკრულების ფარგლებში 2026-2027 წლებში განხორციელდება. ამ პროექტის ფარგლებში 2023-25 წლებში უკვე 163 მილიონი ლარია გადახდილი. ირაკლი კობახიძემ პარლამენტში რესპუბლიკური საავადმყოფოს კონცეფციასა და სამედიცინო განათლების სისტემის დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა. მისი თქმით, სახელმწიფოს მიზანია სივრცეს სრული განახლება და მისი ტრანსფორმაცია, თანამედროვე საუნივერსიტეტო კლინიკად, რომელიც სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს სრულფასოვან საგანმანათლებლო საჭიროებებს შეუქმნის. მისი განმარტებით, პროექტის ზუსტი ბიუჯეტი ჯერ განსაზღვრული არ არის და კონკრეტული არქიტექტურული გადაწყვეტის გარეშე თანხების გამოთვლა შეუძლებელია. შენობების გადანაწილება არ შეეხება სამედიცინო უნივერსიტეტს. უფრო მეტიც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფრასტრუქტურის თვისებრივად განახლება, განვითარება და რესპუბლიკურმა საავადმყოფომ უნდა შეასრულოს საუნივერსიტეტო კლინიკის ფუნქცია. სამედიცინო უნივერსიტეტისთვის თლიანობაში ეს სივრცე კიდევ უფრო მეტად განვითარდება რესპუბლიკური საავადმყოფოს ჩათვლით, რაც მოგცემს იმის შესაძლებლობას, რომ იდეალური პირობები შექმნათ რამდენიმე წლიან პერსპექტივაში სამედიცინო მიმართულების სტუდენტებისთვის. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით 2025 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის 21% სარგებლობს კერძო სამედიცინო დაზღვევით. ჯამში სამედიცინო დაზღვევის პოლისების რაოდენობა ამ პერიოდისთვის 782-35-მდე გაიზარდა. წლიური ზრდა 4% შეადგენს. ანგარიშის მიხედვით წელს 9 თვის მონაცემებით ყველაზე მეტი პრემია 478 მილიონი ლარი სადაზღვევო კომპანიებმა ტრადიციულად სამედიცინო დაზღვევაში მოიზიდეს. წლიურად ზრდა 11.6%-ია.
GM Pharma-მ წარმოების ხაზზე ულტრათანამედროვე IMA Adapta 100 მყარი ჟელატინის კაფსულების შემავსებელი დანადგარი და IMA Hermetica 100 კაფსულების ჰერმენტულად დასალუქი დანადგარი დაიმატა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მასშტაბით ამ უნიკალური დანადგარით მხოლოდ 4-5 წამყვანი ფარმაცევტული კომპანია ოპერირებს, ხოლო სამხრეთ კავკასიაში აღნიშნული ტექნოლოგია ექსკლუზიურად მხოლოდ GM Pharma-ს აქვს. ეს ინვესტიცია წარმოების ხაზის გაგრძელების გარდა კომპანიის სტრატეგიული მიზნის ნაწილია, რაც ევროპულ ბაზარზე საკუთარი პოზიციების გამყარებასა და კონკურენტუნარიანობის ზრდას მოიცავს. ამ აპარატის სახელია IMA Adapta 100. ეს არის მაღალი წარმატობის ფარმაცევტული კაფსულების შემავსებელი მოწყობილობა. ის შექმნილია ზუსტი, მოქნილი და ეფექტიანი წარმოებისთვის. ამ აპარატით ქარხნის წარმადობა მნიშვნელოვნად გავზარდეთ, რადგან იგი საათში 100,000 კაფსულის წარმოებას შეძლებს. Eli Lilly's საბაზრო კაპიტალიზაციამ $1 ტრილიონ მიაღწია. შედეგად ის გახდა პირველი ფარმაცევტული კომპანია, რომელიც ტექნოლოგიური გიგანტებით დომინირებულ ელიტურ კლუბს შეუერთდა. მიმდინარე წელს კომპანიის აქციების ღირებულება 35%-ზე მეტიც გაიზარდა, რაც ძირითადად წონის დასაკლები მედიკამენტების ბაზრის მკვეთრი ზრდით არის გამოწვეული. ბოლო წლებში ეს ჯანდაცვის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე მოგებიან სეგმენტად იქცა. მანამდე ამ სეგმენტის ბაზარზე პირველ პოზიციაზე Novo Nordisk იყო, თუმცა Eli Lilly's პრეპარატებმა მისი კონკურენციის დაძლევაც შეძლეს. ექსპერტების შეფასებით, ამერიკულ კომპანიას უპირატესობა მისცა იმან, რომ Novo Nordisk-ის ვეგოვი 2021 წელს მიწოდების დეფიციტის პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, რამაც Lilly-ს ბაზარზე სწრაფი გაძლიერების შესაძლებლობა მისცა. ფარმაცევტულმა გიგანტმა Bayer-მა გამოაქვეყნა დამაიმადებელი შედეგები ასუნდექსიანის პრეორალური მისაღები პრეპარატის კლინიკური კვლევის მესამე ფაზიდან. პრეპარატი მიზნად ისახავს განმეორებითი ინსულტის პრევენციას. კვლევამ დააკმაყოფილა როგორც უსაფრთხოების, ისე ეფექტურობის ძირითადი კრიტერიუმები იმ პაციენტებში, რომლებსაც გადატანილი ჰქონდათ იშემიური ინსულტი და მაღალი რისკის ტრანზიტორული იშემიური შეტევა. სრული გარდატეხა დიაბეტის მკურნალობის პროცესში Vertex Pharmaceuticals მიერ ჩატარებულმა ინოვაციურმა კვლევამ მონაწილეთა უმეტესობას ინსულინის ყოველდღიური ინექციების საერთოდ მოუხსნა. Vertex-ის ინოვაციურმა მიდგომამ მძიმეცელელმა იგივე VX880-მა მსოფლიოში დიდი ყურადღება მიიპყრო, რადგან თერაპიამ აჩვენა, რომ შესაძლებელია პაციენტის ორგანიზმმა ისევ თვითონ დაიწყოს ინსულინის გამომუშავება და აღარ იყოს დამოკიდებული ინექციებზე. თერაპიის არსი ლაბორატორიაში გამოყვანილი პანკრეასის კუნძულოვანი უჯრედებია, ბეტა უჯრედების ანალოგები, რომლებიც ტიპი 1 დიაბეტის დროს პაციენტის იმუნური სისტემის თავდასხმის სამიზნეა. ეს უჯრედები ღვიძლში ინერგება, რადგან სწორედ ეს ორგანო აღმოჩნდა ყველაზე ეფექტიანი მათი ფუნქციონირებისთვის. ერთჯერადი ინფუზიის შემდეგ უჯრედები იწყებენ სისხლში გლუკოზის დონის შემჩნევას და შესაბამის რეაქციას, ინსულინის გამოყოფას. ვინაიდან თერაპიის წყალობით ორგანიზმს შეუძლია ბუნებრივად გამოიმუშაოს ინსულინი გლუკოზის დონის საპასუხოდ, ქრება პრეპარატის გამოყენების საჭიროებაც. კვლევის შედეგები ნამდვილად შთამბეჭდავია 12 მონაწილიდან 10-მა ერთ წელიწადში სრულად შეწყვიტა ინსულინის ინექციების გამოყენება. მათ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდათ სისხლში შაქრის თვითრეგულაცია და აღარ ჰქონიათ ჰიპოგლიკემიის ეპიზოდები, რომლებიც კვლევამდე თითქმის ყველას მინიმუმ 2-ჯერ მაინც აღენიშნებოდა წელიწადში. ღეროვანი უჯრედების გადანერგვის შემდეგ კი ასეთი შემთხვევა საერთოდ აღარ დაფიქსირდა. დამატებით, VX880-ის მეთოდმა გადანერგილი უჯრედების ფუნქციონირება უკვე პირველ 3 თვეში გააუმჯობესა. პაციენტებმა მალევე შეძლეს ინსულინის დოზების შემცირება და შემდეგ სრული შეწყვეტა, რადგან მათ ორგანიზმში ახალი ბეტა უჯრედები ეფექტიანად ამუშავდა. ამან არა მხოლოდ ინსულინისგან გათავისუფლება, არამედ ცხოვრების ხარისხის მკვეთრი გაუმჯობესებაც განაპირობა. ბენეფიტების მიღმა ცხადია, მკურნალობას თან ახლავს გვერდითი მოვლენებიც. პაციენტებს სიცოცხლის ბოლომდე უწევთ იმუნოსუპრესიული პრეპარატების მიღება, რათა იმუნურმა სისტემამ გადანერგილ უჯრედებს არ შეუტიოს. ეს ზრდის ინფექციებისა და ზოგიერთი ტიპის კიბოს რისკს. მიუხედავად ამისა, კვლევის მონაწილეთა უმეტესობაში გვერდითი მოვლენები შედარებით მსუბუქი იყო. ძირითადად კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება ან თავის ტკივილი, ხოლო 2 პაციენტის გარდაცვალება თერაპიასთან კავშირში არ აღმოჩნდა. VX880 მეთოდისთვის უფრო მასშტაბური კვლევების ჩატარება უკვე იგეგმება, თუმცა რთულია იმის თქმა, როდის იქნება თერაპია ყველასთვის ხელმისაწვდომი. Vertex-ი გეგმავს უჯრედების თერაპიის ის ტიპიც გამოიკვლიოს, რომელიც იმუნოსუპრესიული მედიკამენტების მიღებას არ საჭიროებს. ასევე უცნობია, რა ხარჯებთან იქნება დაკავშირებული მკურნალობა, რაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს თერაპიის მსურველთა სეგმენტს. ამასთან ერთად, ჯერჯერობით ცნობილი არც ის არის, თუ რამდენ ხანს ინარჩუნებენ გადანერგილი უჯრედები სიცოცხლის უნარიანობას. სამაგიეროდ
ირკვევა, რომ კვლევა ჯამურად 10 წლის განმავლობაში გრძელდება. თერაპიის ჩატარებიდან 5 წლის შემდეგ პირველი შემოწმება ტარდება. კიდევ 5 წლის მერე კი კვლევები უფრო მნიშვნელოვან ეტაპებზე გადადის. სწორედ ამ გეგმით დადგინდება, რა დრო დასჭირდება თერაპიის საბოლოო დამტკიცებასაც. ამ ბუნდოვანების მიუხედავად, კვლევის მიმდინარეობა ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველსაც იძლევა. შესაძლებელია სულ მალე ვიხილოთ მოცემულობა, რომელშიც ინსულინის ყოველდღიური ინექციები უკვე დადასტურებულად და ოფიციალურად საჭირო აღარ იქნება. ვერტექსისთვის ეს შეიძლება გახდეს არა მხოლოდ სამეცნიერო, არამედ ფინანსური ტრიუმფიც, რადგან წარმატების შემთხვევაში კომპანიის ღირებულება მილიარდებით გაიზრდება, ხოლო სამყაროსთვის ეს იქნება გარდამტეხი მომენტი, რომელიც მილიონობით ადამიანის ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის. საავტორო პროლოგით გიბრუნდებით და როგორც გადაცემის დასაწყისში აღინიშნა, დღესდღეობით სოფლიოში დაახლოებით 1.3 ადამიანს აღენიშნება მნიშვნელოვანი შეზღუდული შესაძლებლობები, რაც სოფლიო მოსახლეობის 16% შეადგენს. ეს რიცხვი იზრდება მოსახლეობის დაბერების და არაგადამდები დაავადებების ზრდის გამო. საქსტატის მონაცემებით 2024 წელს საქართველოში სოციალური პაკეტის მიმღებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რაოდენობა 132,000-მდე შეადგინა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს მიეკუთვნებიან პირები ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული მყარი დარღვევებით, რომელთა ურთიერთქმედებებს ამ სხვადასხვა დაბრკოლებებთან შესაძლოა ხელი შეუშალოს ამ პირის სრულ ეფექტურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში სხვებთან თანაბარ პირობებში. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ნაკლებია და მათ ორჯერ მეტი რისკი აქვთ განუვითარდეთ ისეთი დაავადებები, როგორიცაა დეპრესია, ასთმა, დიაბეტი, ინსულტი, სიმსუქნე, ვიდრე შეზღუდული შესაძლებლობების არ მქონე პირებს. ისინი ჯანმრთელობის მხრივ მრავალი უთანასწორობის წინაშე დგანან. მათთვის ხშირად მიუწვდომელია ტრანსპორტი, სამწუხაროდ ხშირია სტიგმას და დისკრიმინაციის შემთხვევები. რაც შეეხება ჯანმრთელობის და სამედიცინო სერვისებს, შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვისაც აქაც ჯანმრთელობის უთანასწორობა გამოწვეულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ არსებული უსამართლო პირობებით. ძირითადი ბარიერებია ფიზიკური მიუწვდომლობა, ინფორმაციის ნაკლებობა, ჯანდაცვის პერსონალის კვალიფიკაციის ნაკლებობა და დისკრიმინაცია. არადა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინკლუზია კრიტიკულად მნიშვნელოვანია მდგრადი განვითარების მიზნებისა და გლობალური ჯანდაცვის პრიორიტეტების მისაღწევად, რათა ჯანმრთელობა ყველასთვის იყოს უზრუნველყოფილი. უნივერსალური ჯანდაცვის დაფარვა ვერ იქნება მიღწეული, თუ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები სხვებთან თანაბარ პირობებში არ მიიღებენ ხარისხიან ჯანდაცვის მომსახურეობას. დღეისთვის არსებული ძირითადი გამოწვევები მდგომარეობს ასევე ფინანსურ ბარიერებშიც. რეაბილიტაციისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მაღალ ღირებულებაში არამდგრადია პოლიტიკის იმპლემენტაცია და აღსრულების პრობლემები, რადგან კანონის არსებობა შედეგებს ავტომატურად არ იძლევა. ისიც ფაქტია, რომ საქართველოს გარკვეულ ნაბიჯებს დგავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ჯანმრთელობის დაცვის გასაუმჯობესებლად. 2013 წლიდან ქვეყანაში ძალაშია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ხდება სამედიცინო მომსახურებების მიწოდება ბევრად უკეთესად, ვიდრე ეს იყო ადრე. ყოველწლიურად მტკიცდება სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამა, რაც ითვალისწინებს დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფას, დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფას, სათემო ორგანიზაციებში მომსახურებით უზრუნველყოფას, ომის მონაწილეთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამებს. მაგალითისთვის 2024 წელს გეგმიური ამბულატორული მომსახურებების მოსარგებლე იყო 107,205 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, მათ შორის 14,000-მდე ბავშვი. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მოსარგებლე პაციენტების რაოდენობა 34,364 შეადგინა. აღირიცხა 90,000-ზე მეტი შემთხვევა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსებით ონკოპრეპარატები მიიღო 4,000-მდე პირმა. მაგრამ მიუხედავად ამისა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები საქართველოში საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე გარიყული და მარგინალური ჯგუფია. თუმცა მათ მიმართ
დამოკიდებულება საგრძნობლად იცვლება პოზიტიურობისაკენ. დღეს ქვეყანაში მეტი იციან შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ და თანხმდებიან, რომ შესაძლებლობები არ უნდა აფერხებდეს ადამიანის უფლებებით სარგებლობას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობას. უკანასკნელ წლებში საქართველოს მოსახლეობა მეტ მიმღებლობას ავლენს ფიზიკური შეზღუდვების მქონე პირების მიმართ, მაგრამ მენტალური და ინტელექტუალური შეზღუდვების მქონე ადამიანები კვლავ სტიგმას განიცდიან. ჩვენი მოსაზრებებით დღეს მისი მოგვარების ძირითადი გზები ასეთია: ჯანდაცვის დაწესებულებების ადაპტაცია, ფიზიკური ინფრასტრუქტურისა და ინფორმაციული მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ფინანსური მექანიზმების თანამედროვე მოთხოვნებთან მისადაგება, სამართლებრივი ჩარჩოს და მონიტორინგის ადგილობრივ მოთხოვნებთან ადაპტაცია, ტრეინინგები ჯანდაცვის მუშაკებისთვის, ინკლუზიური კომუნიკაციისა და უფლებების ცოდნის გაფართოება, მონაცემების ხარისხის უზრუნველყოფა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება. ადგილობრივი პარტნიორობა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ორგანიზაციების ჩართულობა პოლიტიკის შემუშავებაში. სოფლიოში არსებულმა საუკეთესო პრაქტიკამ აჩვენა, რომ წარმატება ვლინდება მრავალმხრივი მიდგომებით. ეს ეხება კანონმდებლობას, დაფინანსებას, მონიტორინგს, ადგილობრივი პირობებისთვის მორგებულ იმპლემენტაციას და სხვა. მაგალითისთვის, სკანდინავიური ქვეყნები, შვედეთი, ნორვეგია, დანია, ფინეთი გამოირჩევა ძლიერი სოციალური დაცვის სისტემებითა და ადაპტირებული სერვისებით. ნიდერლანდებსა და გერმანიაში მაღალ დონეზეა სისტემური მიდგომები ინკლუზიურ განათლებასა და დასაქმებაში. ავსტრალია და კანადა და დიდი ბრიტანეთი გამოირჩევიან განსაკუთრებული დონის საკანონმდებლო სტანდარტებითა და მათი დაცვის ჩარჩოებით. სწორედ საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის მუდმივი გაზიარება აუცილებელი პირობაა ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვანი პროგრესის მისაღწევად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უკეთესი ჯანმრთელობისთვის. არსებობს უამრავი ავადმყოფობა, ჯანმრთელობა კი ერთადერთია. შნიცლერი. დაპირებულ სტუმრებთან ერთად ვბრუნდებით სტუდიაში ამირან გამყრელიძის საავტორო პროლოგში სრულყოფილად იყო წარმოდგენილი როგორც სტატისტიკური მონაცემები, ასევე ის სისტემური გამოწვევები და სტრუქტურული ბარიერები, რომლებიც დღეს არსებობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში. აღნიშნული საკითხების სიღრმისეული განხილვისთვის გსურს წარმოგედგინოთ ჩვენი დღევანდელი სტუმრები: მაია შიშნიაშვილი, სოციალური ინკლუზიის მხარდამჭერი ორგანიზაცია „ხელი ხელს“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. ქალბატონი მაია წარმოადგენს პრაქტიკოს ექსპერტს, რომელიც წლების განმავლობაში უშუალოდ მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, მათი ოჯახებისა და საზოგადოების ჩართულობაზე ინკლუზიური პროცესების განვითარებაში. მის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია „ხელი ხელს“ ახორციელებს კონკრეტულ ინტერვენციებს და პროგრამებს, მათ შორის, რომლებიც ემსახურება სოციალური ინკლუზიის პრაქტიკული მექანიზმების დანერგვას. და ასევე ჯანდაცვის სტანდარტის სტუდიაში არის ჩვენთან ერთად გია კაკაჩია, სოციალური პოლიტიკის, ბავშვთა კეთილდღეობისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების აღიარებული ექსპერტი და ანალიტიკოსი. ბატონი გია აქტიურად მონაწილეობდა დეინსტიტუციონალიზაციის, ასევე ინკლუზიური სერვისებისა და შეშემო პირთა უფლებებზე დაფუძნებული პოლიტიკის განვითარებაში საქართველოში. მან ექსპერტულ დონეზე ითანამშრომლა ისეთ წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორც არის UNICEF, UNDP, ILO, ADB და ETF, როგორც შეშემო პირთა მომსახურების სოციალური სერვისებისა და ბავშვზე ორიენტირებული მიდგომის ექსპერტი. მოგესალმებით. მადლობა რომ ხართ დღეს ჯანდაცვის სტანდარტში. მოგესალმებით. მოგესალმებით მეგობრებო, დიდი მადლობა რომ მოგზანდით ჩვენს გადაცემაში, რომელსაც ქვია ჯანდაცვის სტანდარტი. მართლაც მიმაჩნია რომ თუ არ ჩამითვლით რომ ამ თემის და ძალიან მნიშვნელოვანი თემის, რომელსაც დღეს ვიხილავთ ჩვენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის პრობლემები, ექსპერტები ბრძანდებით ჩვენს ქვეყანაში და გვინდა ეს ძალიან მტკივნეული, ფაქიზი, მგრძნობიარე თემა მაქსიმალურად ერთად დღეს გავაშუქოთ. პირველი კითხვა მექნება ორივესთან, თუ შეიძლება და დავიწყებთ ბატონი გიათი და მერე ქალბატონი მაიათი. თუ შეიძლება ძალიან მოკლედ გლობალური სტატისტიკის შესახებ რა ხდება ამ თვალსაზრისით 21 საუკუნეში იმატებს მსოფლიოში თუ არა შეზღუდული შესაძლებლობის პირთა რაოდენობა, რა ტენდენციაა და ჩვენთან საქართველოში რა ხდება და რაც მთავარია
როგორ არის დაცული მათი უფლებები, განსაკუთრებით ხალხს გაუსვალ ჩვენთან, უფრო კონცენტრაციას გავაკეთებთ საქართველოს. ბატონო გია. მადლობა ბატონო აბირან, უპირველეს ყოვლისა დიდი მადლობა მოწვევისათვის. ძალიან საინტერესო თემაა და ეს თემა მუდმივად დღის წესრიგში რჩება, რა თქმა უნდა. გია კაკაჩია სოციალური პოლიტიკის, ბავშვთა კეთილდღეობისა და შშმ პირების უფლებების ექსპერტია. ბატონი გია მუშაობდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში წამყვან პოზიციებზე, მათ შორის სოციალური ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელად, სადაც მონაწილეობდა დეინსტიტუციონალიზაციის, ინკლუზიური სერვისებისა და შშმ პირთა უფლებებზე დაფუძნებული პოლიტიკის განვითარებაში. ექსპერტულ დონეზე თანამშრომლობდა UNICEF-თან, UNDP, ILO, ADB და ETF-თან, როგორც შშმ პირთა მომსახურებების, სოციალური სერვისებისა და ბავშვებზე ორიენტირებული მიდგომების ექსპერტი. ავტორია კვლევებისა შშმ პირთა საჭიროებებზე, სოციალური სერვისების ხარისხზე და ბავშვთა დაცვის პოლიტიკაზე. დღესდღეობით სადღაც 1.3 მილიონი ადამიანი არის ზოგადად როგორც შესაძლებლობის მქონე პირები ჩათვლილი, ეს არის სადღაც მოსახლეობის 16%. მაგრამ აქ არის ორი მიდგომა. ერთი ახლა ზოგადად რომ შევხედოთ საქართველოში არსებულ სიტუაციას, ეს არის ოფიციალურად აღიარებული სტატუს მინიჭებული ადამიანები, რომლებსაც მიმართეს სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებას და მიიღეს სტატუსი, მაგრამ ამასთანავე არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ გამოუყენებიათ ეს საშუალება და არ აუღიათ სტატუსი სხვადასხვა მიზეზების გამო. რომ შევხედოთ უბრალოდ დღეს საქართველოში არსებულ სიტუაციას, 135,000 ადამიანის არის რეგისტრირებული, მათ შორის არის 18,000 ბავშვი, რომლებიც სახელმწიფოსაგან ღებულობენ ეგრეთ წოდებულ სოციალურ პაკეტს, რომელიც არის სხვადასხვა კატეგორიას, სხვადასხვა თანხას ღებულობს. მაგრამ ამის გარდა ეს რაოდენობა გამოდის მიახლოებით საქართველოს მოსახლეობის 3.5%. ძალიან პატარა. ასევე ვიცით, რომ ნებისმიერი ხა ექსპერტული მიდგომით ეს ქვეყნიდან ქვეყანაში არ იცვლება ზოგადად ეს მაჩვენებელი, განვითარებული ქვეყანა, განუვითარებელი თუ დემოკრატიული თუ არადემოკრატიული, მიახლოებით სადღაც 10-დან 15%-მდე მერყეობს ეს მონაცემები. უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოშიც ალბათ ეს რაოდენობა იქნება, რამოდენიმე მცდელობა იყო საყოველთაო აღწერის დროს, ეს არ იყო სრულყოფილი ინსტრუმენტი, ეს იყო უბრალოდ თვით შეფასება ადამიანები თვლიდნენ თუ არა და ესეც ძალიან სუბიექტური მოვლენა, იქ შედარებით მაღალი მაჩვენებელი იყო სადღაც 7-8%-მდე. რატომ არის ეს და როგორ ხდება ამას რამოდენიმე ახსნა აქვს. ეს არის ძირითადად ადამიანის სტატუსს როღებულობს, მას უნდა ეს სტატუსი უბრალოდ სტატუსის გამო არ ამგონია ვინმე ღებულობდეს, სტატუსი უნდა მოყვებოდეს რაღაცა, ხო? საქართველოში ძირითადად ეს რაღაცა გამოიხატება ფულად მაჩვენებელში და ეს ადამიანები ძირითადად ღებულობენ რომ მიიღონ ფული. არის ხო, სოციალური პაკეტის სახით. არის გარკვეული შემთხვევები, როდესაც ისინი გარკვეული სერვისისთვის საჭიროებს, რომ სტატუსი კონდეთ შეშემოთ და უბრალოდ ამისათვის ღებულობენ. შესაბამისად, დღეს საქართველოში სამწუხაროდ ისე რჩება სამედიცინო მოდელი და ძირითადად ეს დაფუძნებულია კონკრეტულ დიაგნოზზე და ამ დიაგნოზით უნდა მიიღოს ადამიანმა ეს გარკვეული სტატუსი. ამ შემთხვევაში ვაწყდებით უკვე პირველად პრობლემებს სტატუსთან მიმართებაში, იმიტომ რომ ხელმისაწვდომო, გულისხმობ ფიზიკური ხელმისაწვდომო ადამიანი უბრალოდ სამედიცინო დაწესებულებაში რომ მივიდეს და ეს სტატუსი მიიღოს, დღესდღეობით სამწუხაროდ საქართველოში ჩვენ გეოგრაფიულად არ აკვობს. ეს არის ის კლინიკები, რომლებსაც სახელმწიფო არჩევს, სადღაც 70 კლინიკამდე არის დღესდღეობით და თუნდაც ის ადამიანი, რომელსაც მარტივად რო თქვათ, გადაადგილდება ეტლით, არ შეუძლია თუნდაც თელავის სოფელში ცხოვრობდეს და თელავამდე ჩავიდეს უპრობლემოდ, იმიტომ რომ ეს დამოკიდებულია სატრანსპორტო ბარიერებთან, ფინანსურ რესურსებთან და ეს ყველაფერი რომ განახორციელოს, პირველ რიგში ეს ყველაფერი უნდა იცოდეს. ამ შემთხვევაში ცოტა უკეთესი სიტუაცია არის, მაგრამ ისეთი სიტუაციებიც გვაქვს, როდესაც მათ ინფორმაცია არ გააჩნიათ და მეორე მთავარი პრობლემა იწყება, რომ მას უნდა კონდეს გადაადგილების საშუალება, დრო, რესურსი, ტრანსპორტირება, ოჯახის წევრი, რომელიც გაყვება, ეს ხშირ შემთხვევაში დაკავშირებული გარკვეულ ბიუროკრატიულ მექანიზმებთანაც, იმიტომ რომ რამდენჯერმე შეიძლება მოუწიოს და ყველაფერი ამის მერე ამ ადამიანს უღირს ეს ყველაფერი ან არ უღირს. ამასთან ვაწყდებით უკვე მეორე პრობლემას, რომ მივიდა იმ დაწესებულებაში, მაგრამ არ გააჩნია შესაბამისი დიაგნოზი და შესაბამისი სიმძიმე და აქედან უკვე იწყება ეს ყველაფერი, რომ უნდა მივა ადამიანი და უკან ბრუნდება. რეალურად ეს პრობლემა არის. ამასთანავე ჩვენ როგორც ვახსენე, მიახლოებით 15% არის და საქართველოს დაბალი მაჩვენებელიც კიდე ერთ-ერთი ობიექტური მომენტი არის ხანდაზმულობის თემა. მოგახსენებათ, რომ ხანდაზმულობაში ხშირია იგივე ქრონიკული დაავადებები, იგივე შრომის უნარობასთან დაკავშირებული თემები, რომლებიც შეიძლება შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის საფუძველი გახდეს, მაგრამ რა ბენეფიტს ღებულობს ხანდაზმული ადამიანი საქართველოში. მას უკვე ხა ძირითადად სერვისები აღარ ჭირდება, იგივე დღის ცენტრი იქნება, ადრეული განვითარების თუ ასეთი პროგრამა, მისი ძირითადი დაინტერესება არის
ფულადი დახმარების მიღება. ამ შემთხვევაში არის ის, რომ ასაკით პენსიონერი და პირველი ჯგუფის კატეგორია, რომელიც ყველაზე მაღალ სოციალურ დახმარებას ღებულობს, ერთი და იგივე თანხა არის. შესაბამისად, ადამიანმა რატო უნდა იწვალოს, რატო უნდა მივიდეს სამედიცინო დაწესებულებაში, როდესაც შეუძლია უბრალოდ ასაკი 60 წელი ქალბატონებს შეუსრულდა მამაკაც 65 წელი მივიდეს სოციალური მომსახურების განყოფილებაში და უბრალოდ პირადობის მოწმობის წარდგენით დაინიშნოს პენსია. აქედან გამომდინარე, რომ შეხედოთ სტატისტიკაში ნახავთ, რომ ასაკოვანი ადამიანები ფაქტობრივად სტატუსის მატარებლები არ არიან, იმიტომ რომ მათ ის უბრალოდ არ უხდით. ერთადერთი კატეგორია არის მოგეხსენებათ, რომ ზოგიერთს აქვს მუდმივად მინიჭებული სტატუსი, ხა მუდმივად მიენიჭა სტატუსი, ის სტატუსს იტოვებს და რა თქმა უნდა არ იცვლის. შესაბამისად, მეორე კატეგორია გვყავს ესეთი, რომლებიც უბრალოდ ხანდაზმულობის გამო არ მიეკითხა. შესაბამისად, გვაქვს კიდე ეს გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, ასაკი, გარკვეული ბიუროკრატიული მექანიზმები ყველაფერი ამას წარმოქმნის და ამ ადამიანებს უბრალოდ სურვილი ეკარგება. ეხლა მეორე ნაწილი, რომელიც თქვენ ახრისეთ, რა ხდება 21 საუკუნეში. საქართველოში რო გადავხედოთ, დღეს სპეციალურად გადავადარე, ბოლო წელიწადში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არის 10%-ით გაზრდილი. 2015-ში იყო 123.000, დღეს 136.000-მდე ვარ და ფაქტობრივად 12.000-იანი მატება, ეს ნიშნავს, რომ 10%-ით გაიზარდა. ზოგადად მსოფლიოშიც და იგივე მსოფლიოს ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სტატისტიკურად ეს მონაცემები კიდე გაიზრდება. გაიზრდება იმიტომ, რომ ერთის მხრივ მოგეხსენებათ, რომ დაბერების თემა, რომელიც უკვე ვახსენე, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მსოფლიოში იზრდება და შესაბამისად ასაკოვანი ადამიანი უფრო მოწყვლადი არის იგივე დაავადებების, იგივე ქრონიკული დაავადებების მიმართ და ეს რაოდენობა გაიზრდება ერთის მხრივ. მეორეს მხრივ არის, რომ უკვე გამოკვლევების შედეგად უფრო მეტი ადამიანის ტექნოლოგიები იმდენად წინ მიდის, რომ ეს ყოველგვარი შეზღუდვები უფრო ადრეულ ასაკში შეიძლება იქნას გამოვლენი და ამის გამოვლენა ხდება და შესაბამისად სამედიცინო ჯანმრთელობის მომსახურების სფერო ისე განვითარდა, რომ ადამიანები, რომლებიც ადრეულ წინა საუკუნეში უბრალოდ იღუპებოდნენ, დღეს სამედიცინო მომსახურება იმდენაზეა მიღებული, რომ მარტივად რო ვთქვათ, ეს მოიმატებს ეს. კი, რაოდენობა მოიმატებს სოფლიოში, მაგრამ ამასთან არის მეორე ტენდენცია, რომ იმდენად არის სერვისები განვითარებული იგივე, რა ქვია, ტექნოლოგიები, იგივე ეს AI ტექნოლოგია და მომსახურებები, რომ რეალურად მათი ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდება, მაგრამ სტატუსიანი ადამიანები იქნებიან ისევ დიდი რაოდენობით. ჯანდაცვას რაც შეეხება ჩვენთან, ხელმისაწვდომობას ჯანდაცვის სერვისებზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. ეს საკმაოდ რთული საკითხია. ერთ საკითხს უბრალოდ წინა იმას კითხვას მინდა გამოვეხმაო, რომ განსაკუთრებით პრობლემურია და იმიტომ მაგალითად აუტიზმის მქონე ბავშვები, იმიტომ რომ სამედიცინო მოდელი გვაქვს ჯერ კიდე ქვეყანაში, აუტისტური სპექტრის ბავშვების უმეტესობა ვერ იღებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსს, რაც სერიოზული გამოწვევაა და მინდოდა განსაკუთრებით აღმოენიშნა და დავემატებია წინა კითხვისთვის. მაია შიშნიაშვილი გახლავთ სოციალური ინკლუზიის მხარდამჭერი ორგანიზაციის ხელიხელს დამფუძნებელი. შშმ პირთა მშობელთა ორგანიზაციების კოალიციის თანადამფუძნებელი, თვითადვოკატი და აქტივისტი. სოციალურ სფეროში საქმიანობამდე აქვს ჯანდაცვის ყველა დონეზე მუშაობის 2 წლეულზე მეტი გამოცდილება. მიღებული აქვს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრის, ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების მეცნიერებათა მაგისტრის წოდებები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო და ვესტერნ ილინოისის უნივერსიტეტებიდან. ბოლო პერიოდში იყო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მრჩეველი. მოგვიანებით კი ხელმძღვანელობდა მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების მიმართულებით საქმიანობას და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში. ამჟამად თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორც ექსპერტი ჯანდაცვისა და შშმ პირთა სოციალურ მომსახურებათა სფეროში. მის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია და შშმ პირთა სერვისები აღიარებულია როგორც თანამედროვე ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული. 2022 წელს ხელიხელს ორგანიზაციის მიერ შექმნილი საოჯახო ტიპის საცხოვრისის მომსახურება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აღიარა როგორც სანიმუშო რეკომენდებული მოდელი ქვეყნებში დასანერგად. რაც შეეხება ჯანდაცვის მისაწვდომობის ხარისხს კი ზოგადად მისაწვდომობას, გლობალურადაც და ჩვენთანაც არის სტანდარტული გამოწვევები. ეს იქნება გეოგრაფიული, ეს იქნება ფინანსური, ეს იქნება ინფრასტრუქტურული, საინფორმაციო მისაწვდომობა, რომელიც სერიოზულ პრობლემებს ქმნის. მაგრამ საქართველოში ეს განსაკუთრებით რთული თემა არის,
დაწყებული გეოგრაფიიდან, როდესაც სოფლებს აღარ ვლაპარაკობ სოფლებზე, მაგრამ მუნიციპალურ ცენტრებშიც კი პრობლემა არის სათანადო მულტიგუნდის არსებობა, ოჯახის ექიმის, განსწავლული ოჯახის ექიმის არსებობა, რომელსაც შეუძლია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთან თანასწორად, ღირსეულად ურთიერთობა სამედიცინო თვალსაზრისით, რომ სწორი დიაგნოზი დასვას ან შემდგომ მართოს ესა თუ ის დიაგნოზი, როგორც თქვი, სპეციალისტების არსებობაც სერიოზული პრობლემა არის და უმეტესობას უწევს ხოლმე ჩამოსვლა რეგიონულ ცენტრებში ან თბილისში. ეს უკვე სერიოზული გამოწვევა, იმიტომ რომ როგორც კი აღნიშნა ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო ან დამატებითი ფინანსური პრობლემების გამო. მეორე არის ცალკე აღებული ფინანსური პრობლემები, ვინაიდან მიუხედავად იმისა, რომ უნივერსალური დაზღვევა ჩვენს ქვეყანაში არსებობს და გარკვეულწილად ფარავს რაღაც გააუმჯობესა საყოველთაოს შემოსვლის შემდეგ დიდი ამ პროგრამა 2012-ში რაც შემოვიდა ეს ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა შემოპირებისთვის. მე ვიტყოდი, რომ დასაწყისში იყო გაუმჯობესება და სერიოზული კმაყოფილებაც იყო. მე სამწუხაროდ არ მინახია ამ კვლევის შედეგები, იმიტომ რომ როგორც წესი ესეთი ტიპის კვლევა, კმაყოფილების ტიპის კვლევა იშვიათად ტარდება ხოლმე რატომღაც. თუმცა ემპირიული დაკვირვებით იყო სერიოზული გაუმჯობესებები, რაც ბოლო წლების განმავლობაში უკან და უკან წავიდა. პრაქტიკულად შშმპ-ებს მოეხსნათ გარკვეული სპეციალიზებული მომსახურებები და სტანდარტულად როგორც სხვა ადამიანებს უფინანსდებათ უნივერსალური დაზღვევა იმათაც ექმნებათ და ეს სერიოზულ პრობლემას ქმნის თანაგადახდის პირობებში. იმიტომ რომ ისედაც პრობლემულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის და ოჯახის მდგომარეობა ფინანსურად და ამას ემატება უკვე გაზრდილი ჯანდაცვითი ხარჯები. რაც შეეხება სერიოზულ ინფრასტრუქტურაზე, უბრალოდ ძალიან მოკლედ ვილაპარაკებ და ამას მიხვდებით რატომაც, იმიტომ რომ დაწყებული პანდუსებიდან კიდევ გამოწვევა ჩვენს ქვეყანაში სამედიცინო დაწესებულებებში, როდესაც ნახავთ პანდუსები არ ყველაზე თვალსაჩინო რაღაც, თუმცა ამის მიღმა იგულისხმება სენსორული შეზღუდული შესაძლებლობისთვის, გარემოს ადაპტაცია, ანუ სინათლოთა და სმენის დაქვეითების მქონე ადამიანებისთვის, ან რაც თავარია ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის, ეს ყველაზე უხილავი ნაწილია, რომელსაც გარეგნულად თითქოს არ ემჩნევა შეზღუდული შესაძლებლობები, მაგრამ სჭირდება ადაპტური ენით საუბარი, გამარტივებული ენით საუბარი, ან დამხმარე ადამიანი, რომელიც სამედიცინო სერვისების მიღებაში ეხმარება და ბოლოს ეს ძალიან მინდა ბოლოს ვერ ვიტყვი, რომ ეს ბოლო პრობლემებია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ეს კვლევებით დადასტურდა ინფორმაციის ფლობის პრობლემა. რამოდენიმე კვლევა მაჩვენა საქართველოში, რომ სერიოზული დეფიციტია ინფორმაციის და არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, სამედიცინო სფეროში მომუშავე პირებს, ვინც პირველ რიგში უნდა გადასცეს ადამიანებს, რომ აი ეს მოვიდა შენთან პრობლემით, ხო, ამა თუ იმ დაავადებით, ან რისკი აქვს ამა თუ იმ დაავადებით, ან ეჭვი გაქვს ამა თუ იმ ოჯახის ექიმებს უტარებთ თქვენ აი ამ ეს იყო სხვათა შორის კერძო ინიციატივებით, სწორედ შარშან წინ, მგონი 2 წლის წინ ჩატარდა, სწორედ აი ამ კვლევაზე დაყრდნობით ინტერვენცია განხორციელდა, რამოდენიმე რეგიონის ოჯახის ექიმს ჩაუტარდა საერთაშორისო დონორული მხარდაჭერით ტრენინგები, საინფორმაციო სახის ტრენინგები, თუ რა ტიპის მომსახურებები არსებობს, როგორც ჯანდაცვის, ასევე სოციალურ სფეროში, იმიტომ რომ აღმოჩნდა ეს მნიშვნელოვანია. თუნდაც რეფერალისთვის არა მხოლოდ სამედიცინო პროგრამები უნდა იცოდეს ოჯახის ექიმმა, არამედ სოციალურიც, იმიტომ რომ ზოგ შემთხვევაში ჯანდაცვის თვალსაზრისით შეიძლება რამე განსაკუთრებული არ სჭირდება ამა თუ იმ ბავშვს დასრულს, მაგრამ მას უკვე სჭირდება სხვადასხვა სოციალური პროგრამა მხარდაჭერისთვის და დამოუკიდებლობის და ფუნქციონირების ზრდისთვის. მადლობა. ბატონო, თქვენ საყოველთაო ჯანდაცვის უკაცრავად, საყოველთაო ჯანდაცვის დაკავშირებით დავამატებ ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს.
სადღაც 3 წლის წინ იყო და ეს სიტუაცია დღემდე არ შეცვლილა. დავინტერესდით, ერთ-ერთი საუკეთესო პაკეტია, როგორც ვთქვით, საყოველთაო ჯანდაცვაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათ შორის ბავშვები. როდესაც სტატისტიკურად გამოითხოვეთ, აღმოჩნდა, რომ ბავშვების მხოლოდ 30-40% იყო ჩართული, ქონდა გამოყენებული საყოველთაო ჯანდაცვის ეს ინსტრუმენტი და ძალიან გაგვიკვირდა ეს ყველაფერი და ბოლოს აღმოჩნდა რეალური მიზეზი იმაში, რომ სოციალურად დაუცველთა პაკეტში იყო ამ ბავშვების უმრავლესობა. იმიტომ რომ სოციალურად დაუცველთა პაკეტი უკეთესი იყო, ვიდრე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა პაკეტი და ეს ძალიან ტკივნეული თემაა, იმიტომ რომ ეს პაკეტები მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ამდენ ხელს ხარჯავს, მორგებული უნდა იყოს კონკრეტულად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის ინტერესზე და არა მარტო ბავშვის დიდებზე, ხა ჩვენ ყველა ეს ყონდა. ამასთანავე იყო ის მომენტი, რომ რაღაცა კომპონენტები ფინანსდებოდა, მაგრამ იმდენად რთული კომპონენტი იყო განსაკუთრებით რეგიონებში, როდესაც სიტყვაზე ერთი ოჯახის ექიმი ყავს, ერთი პედიატრი ყავს და იქ რიგები არის და ჩვენ როდესაც ვაპარაკობთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანზე და მის მშობელზე, გვესმის, რომ იმას შემოსავალი ჭირდება, ბავშვის მოვლა ჭირდება, სხვადასხვა და იქ უკვე მივიდა, მიმართვა აიღო, დრო დაკარგა, წამოვიდა, მე ნაწილს გამგეობა აფინანსებს, ესეც არის, მაგრამ იმდენად დიდი რესურსები იხარჯებოდა ამ ამბებში, რომ ადამიანს უბრალოდ ერჩივნა ჯიბიდან გადაეხადა ეს ყველაფერი, რომ დრო დაეზოგა და უფრო მეტი დრო დაეთმო თავისი შვილისათვის. მადლობა, თქვენ ახსენეთ, ბატონიგია, ტექნოლოგიებიც, რაზეც გვინდა რომ უფრო მეტი და ვრცლად ვისაუბროთ. არ შეიძლება ამ ტექნოლოგიების განვითარებამ უფრო მეტად შეუწყოს ხელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მეტად განვითარებას, მათ შორის თვითონ სამედიცინო მიმართულებითაც პერსონალის ეს გადამზადება იქნება თუ ასე შემდეგ სხვადასხვა მიმართულებით. ტექნოლოგიები აუცილებლად გამოსაყენებელია, განსაკუთრებით იქიდან გამომდინარე, რომ მაინც ახსენა და მეც თავიდან ვახსენე, რომ ძალიან დიდ პრობლემას ვაწყდებით გეოგრაფიულ და ფიზიკურ ინფრასტრუქტურებზე. იმიტომ რომ ახლა საქართველო კი არის პატარა ქვეყანა, მაგრამ მიუხედავად ამისა, თუნდაც ამ ადამიანებისათვის ის 10-15 კილომეტრი, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი რეგიონებში ფაქტობრივად არ ფუნქციონირებს, სადაც ფუნქციონირებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ხელმისაწვდომი არ არის ინფრასტრუქტურის კუთხით და იგივე სამედიცინო დაწესებულებებში რომ მიდიან, ფაქტობრივად პირველ სართულზე არის ეს პანდუსები და ხშირ შემთხვევაში თუ დიდი კლინიკა არ არის, ლიფტიც არ არის და არაფერი და ამიტომ ამ შემთხვევაში განსაკუთრებით როდესაც ვლაპარაკობთ მუნიციპალიტეტებზე, მუნიციპალიტეტი არ არის იგივე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. ზუგდიდის მუნიციპალიტეტს გააჩნია ბევრი სოფელი. იმ სოფელში ცხოვრობენ ეს ადამიანები და მათ ამ ხელმისაწვდომისათვის რა თქმა უნდა ტექნოლოგიის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია. იქიდან გამომდინარე, რომ მიუხედავად შეიძლება იქ კომპიუტერი არ იყოს, ინტერნეტი არ იყოს, ეს თემა ნელ-ნელა უნდა წავიდეს, იმიტომ რომ მობილურის თემა უკვე ყველასთან არის რეალურად და ეს მობილურის ინტერნეტიც არის და ამასთან შესაბამისად ეს ონლაინ სერვისები ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი არის. და რა თქმა უნდა, ნელ-ნელა უნდა დაიწყოს ამ ყველაფრის გამოყენება, იმიტომ რომ თუნდაც იგივე სტატუსის მინიჭების თემაზე შეიძლება რაღაცა მულტიგუნდი შეიქმნას, ამაზე ხშირად იყო ლაპარაკი. სტატუსის მინიჭება დისტანციურად დღეს დღეს ვერ ხდება, დღეს ერთადერთი გამონაკლისი რაც არის და ახლა კანონმდებლობაში თითქმის ყველაფერი წესრიგი არის. სამწუხაროდ ყველაფერი ამ მიმართულებით იგივე საერთაშორისო ვალდებულებები, იგივე კონვენციები, იგივე კანონმდებლობაში ბევრი რაღაცა ძალიან ლამაზად არის და შემდეგი კითხვა მქონდა სწორედ გია თქვენთან ამასთან დაკავშირებით, აი რომ ამ საკანონმდებლო ჩარჩოსთან დაკავშირებით მოგესალმებათ ეს ერთ-ერთი ყველაზე გლობალურად მნიშვნელოვანი საკითხია, ხო და ყველაზე მეტი საერთაშორისო კონვენციები, საერთაშორისო კანონმდებლობა ამ დარგშია. ბევრად მეტია ვიდრე ჯანმრთელობაში. და ხედულობაში მაქვს ამ სოციალურ დარგში პლუს კიდე დასაქმებაში. და აი აქ როგორ ვართ ჩვენ ჰარმონიზირებული. ხო, აი აღარ ვადევნებთ მე ამას თვალყურს და არ ვიცი და ამიტომ გეკითხებით. კი ბატონო, გავაგზავნებთ. აი საერთაშორისო ვალდებულების დონეზე ხა ძირითადი ინსტრუმენტები საქართველოს აქვს აღიარებული და რატიფიცირებული, დაწყებული კონვენცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან, ბავშვთა უფლებათა კონვენცია, კანონი იქნა მიღებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან, რომლებიც საკმაოდ ლამაზად საკმაოდ მიერთებული ვართ ყველა კონვენციას. კი, მიერთებული, ძირითადში მიერთებული ვართ, რა თქმა უნდა, მსოფლიო წელმიდის და უფრო ახალი ინსტრუმენტები შემოდის, მაგრამ ძირითადი ინსტრუმენტებთან მიერთებული ვართ. თავარი პრობლემა რაც დღევანდელ დღეს არის და არა მარტო ბოლო წლებში ეს არის ამ კანონის იმპლემენტაცია და რეალობაში განხორციელება, იმიტომ რომ მარტო კანონში დაწერილი ლამაზი სიტყვები იმ ოჯახებს არაფერს არ უკეთებს. თუ იმას შესაბამისი აღსრულება და პროგრამები არ მოხვა, რეალურად გამოდის რომ ეს არის ფარატინა ქაღალდი დღეს არსებული კანონმდებლობა. იმიტომ რომ კანონმდებლობა თუნდაც იგივე ხა
რო კითხოთ ნებისმიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სფეროში მოღვაწე პირს, ბოლო 20 წლის გამოწვევა არის ჩვენი, რომ ეს სამედიცინო მოდელი ბოლო-ბოლო გადავდოთ გვერდზე და გადავიდეთ ბიოფსიქოსოციალურ მოდელზე. სახელმწიფო ეს გამოაცხადა თავის სამოქმედო გეგმებში, მე რაც მახსოვს 2010 ცოტა ადრეც. მინიმუმ 2010 წლიდან ნებისმიერ სამოქმედო გეგმაში მთავრობის დონეზე ეს ყველაფერი იყო გაწერილი. ბოლო სამოქმედო გეგმა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ დაამტკიცა, წელს თავდება წლის ბოლოს, 3 წლიანი გეგმა იყო, რომ 3 წლის მერე, 20-25 წლის ბოლოს, საბოლოოდ ჩვენ უნდა გადავსულიყავით ბიოფსიქოსოციალურ მოდელზე. ეს ბიოფსიქოსოციალური მოდელი რაღაც ისა აკვიატება კი არ არის, ეს არის ის, რომ ადამიანი უბრალოდ კონკრეტული დიაგნოზით კი არ შეფასდება მისი საჭიროებებიდან და შესაბამისად ამ საჭიროებებს მოყვება ის სერვისი, ის განათლება, სკოლაში ჩართვა, რეაბილიტაციის სერვისები გამომდინარე მოერგება ის ყველაფერი და სასამედიცინო ფუნქციურ საჭიროებებზე საუბარი ისე ჩაიარო, არაფერი არ გაკეთებულა და დღესდღეობით იმაზეც არ არის ლაპარაკი, რომ ეს გეგმა გადაიხედოს და ახალი გეგმა დამტკიცდეს. და ისევ დაუბრუნდები იმას, რომ სამწუხაროდ ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით არ ყოფილა გადადგმული ნაბიჯები 1-2 წლის განმავლობაში ან წელიწადნახევრის განმავლობაში არ ყოფილა, თუმცა მანამდე საკმაოდ ინტენსიური მუშაობა მიდიოდა. ანუ ვერ ვიტყვით, რომ მუშაობა არ მიდიოდა, მაგრამ როგორც გიამ თქვა, შედეგი არასოდეს არ დგება ამ საქმიანობის. აი ესე რომ დაუბრუნდეთ ამ კანონმდებლობას, კანონმდებლობა კარგი არის, მაგრამ შესაბამისად არც იმის მონიტორინგის ახსნურების მექანიზმები არ არსებობს და არავინ არ ამოწმებს. აი თუნდაც იგივე პერსონალური ასისტენტი, რომელიც იყო საზოგადოების მოთხოვნა შეშმოპირთა საზოგადოების გულისხმობა თემის და კანონში ეს ყველაფერი გაიწერა, ჩაიწერა 25 წლის 24 წლის 1 იანვარი იყო დედლაინი ეგრეთ წოდებული, როცა მუნიციპალიტეტებს უნდა წაეღოთ ეს პროგრამა. თითქოს ყველაფერი კარგად მივიდა, სტანდარტი შემუშავდა, დაფინანსება გამოიყო. 3 წელიწადია ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამების ბიუჯეტში, პირველ წელს ჩაიდო 9 მილიონი, შემდეგ წლებში მილიონი და საბოლოოდ მოხდა ის, რომ ეს ფული არ დაიხარჯა. ახლა არსებობს პროგრამა, არა მარტო აქ ეს ჩემს გადასახედიდან ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა ეს ადგილობრივი ხელისუფლების როლი ყველა ამ სოციალურ და ჯანდაცვის საკითხებში. მთავარ გამოწვევებს შორის, რაც დავასახელეთ, არის ხელმისაწვდომობა და ინფრასტრუქტურის არარსებობა, ხო, აი ამ ადამიანებისათვის. გამოსავალზე ფიქრისას, აი რას ხედავთ დღეს მთავარ გამოსავლის აი მიმართულებად, ან უბრალოდ თუ შეიძლება რომ აი საუბარს უწყებასთან მოყვეს ის შედეგი, რაც თუნდაც 25-ში შეიძლება ვერ მოესწროს, მაგრამ 26-დან დაიწყოს გამოსავლის გზებზე საუბარი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება ვთქვათ, რომ ზოგად ინფრასტრუქტურულ ცვლილებებზე არ ვიყოთ ორიენტირებული, რადგან შეზღუდულ შესაძლებლობებზე საუბარი ხო, მაგალითად დავავიწყრობოთ ახლა რა შეიძლება გაკეთდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ჯანდაცვის მისაწვდომობის გასაზრდელად. პირველი ალბათ მე ჩემი აზრით და ეს ჩემი აზრი არის დაფუძნებული კვლევის მონაცემებზე ძალიან მნიშვნელოვანია ტრენინგები. ტრენინგები ექიმების პირველ რიგში, იმიტომ რომ ყველაზე ხშირად მაინც ბევრი ბარიერის მიუხედავად ბოლოს და ბოლოს მიდის ადამიანი ექიმთან და ძალიან ხშირად იქ ხვდება ან არაკვალიფიციური ექიმი, არაკვალიფიციური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ურთიერთობაში ან მისი ჯანმრთელობის რისკების შეფასების და მართვის სფეროში, ან გვაქვს სტიგმა, სტერეოტიპები, რომლებიც ასევე ხელს უშლის მას როგორც თანასწორ სხვა ადამიანს, სხვა არაშეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანს, რომ უმკურნალდება და ზუსტად ასევე უმკურნალოს და რაც მთავარია, ემპათია, რომელიც ხშირად გამხდარა ხოლმე სამედიცინო მომსახურების მიღებისთვის ბარიერი. ეს პირველ რიგში არის აუცილებლად მოსაშორებელი, რომელიც შეიძლება ტრენინგებით, ძალიან ბევრი, დაფინანსებული, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ტრენინგებით დაიფაროს. ასევე შეიძლება მაგალითად კვალიფიციური ვიწრო სპეციალისტების პრობლემა მოგვარდეს მულტიგუნდების, მობილური მულტიგუნდების მუშაობით. მობილური მულტიგუნდების მუშაობა უკვე არის გამოყენებული საქართველოში და ის კარგად დაინერგა ფსიქიატრიულ სფეროში, როდესაც ფსიქიკური ჯანმრთელობის
საკითხებს უძღვება მობილური მულტიგუნდი და ნებისმიერ სოფელში, ყველაზე მოშორებულ სოფელშიც აღწევს. შესაძლოა არა იმ სიხშირის, რა სიხშირიცაც საჭიროებს, მაგრამ სხვა დარგებთან შედარებით ეს დარგი უკვე წინ წავიდა მობილური გუნდების. ორივესთან შემდეგ ეკითხვა ასეთი, რომ აი ამ პრობლემის გადაწყვეტაში და ასე ვთქვათ განვითარებაში უკეთესობისკენ. ხო, როგორია როლი სახელმწიფოს, კერძო სექტორის, რამდენად არის კერძო სექტორი ჩართული და არასამთავრობო ორგანიზაციების, ახლა ორივეს გაქვთ გამოცდილება, როგორც სახელმწიფო სექტორში, ბატონ გიადი დიდხანს იყო, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებში, მაიას არასამთავრობო და სახელმწიფო სექტორშიც. ხო, აი რას მოკლედ მაიასგან დავიწყოთ მაშინ. კი ბატონო, პრინციპში ორივეს გვაქვს ორივენაირი გამოცდილება, როგორც სახელმწიფო სექტორში. აი ძალიან მოკლედ, იმიტომ რომ შეზღუდული ვარ დროში და მე მგონი არა, სახელმწიფოს როლი არის გადამწყვეტი, იმიტომ რომ სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს თავის ყველაზე მოწყვლად ადამიანებზე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები სამწუხაროდ ჯდება ამ მოწყვლადი ჯგუფის ფარგლებში. კულტურა კერძო სექტორის ჩართვისა თუ ვითარდება ქვეყანაში. კერძო სექტორის ჩართვის პრაქტიკულად ძალიან დაბალ დონეზეა, არა თუ ფილანთროპული, არამედ რაც ევალებათ, იმიტომ რომ სამედიცინო დაწესებულებები და ჰოსპიტალები მაგალითად ხოლმე შემთხვევაში არის კერძო სექტორის ხელში და აქ იმდენად დაბალია მისაწვდომობა და ტოლერანტობა და მზაობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მომსახურების, რომ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და აქედან გამომდინარე წინ წამოსაწევია, იგივე დაზღვევა, ფინანსური ჯანდაცვის დაზღვევები, ხო, დღეს რომ იკითხოთ იშვიათად თუ იპოვით სადაზღვევო კომპანიას, რომელიც ქრონიკული დაავადებების მართვაში ეხმარება ადამიანს, ანუ აფინანსებს იმ medicaments, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის. ორივე თემას გავაერთიანებ რეკომენდაციებს და უწყებებთან მიმართებაში. თავარი არის ამ შემთხვევაში ყველა ეტაპზე გვაკლია კოორდინაციის მექანიზმები. თუნდაც აი მარტივად რო ვთქვათ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო თქვენ კარგად იცით, ჯანდაცვის სამინისტრო არ არის ჯანდაცვის სამინისტრო, ჯანდაცვა არის ჯანდაცვა, სოციალური დასაქმება, დევნილები და ასე შემდეგ. სამწუხაროდ თვითონ სამინისტროში ამ მიმართულებებს შორის კოორდინაცია არის შემიძლია ვთქვა, რომ მინიმუმამდე დაყვანილი რა. მიუხედავად იმისა, რომ შეშემო თემა ძალიან ახლო არის ორივესთვის, ჯანდაცვისთვის და სოციალური, ის ცალკე წერს თავის პროგრამას, ეს ცალკე წერს და კოორდინაცია არის მინიმუმი. როდესაც არა მარტო მათ შორის, არამედ უფრო ფართო სხვა უწყებებს შორის და განსაკუთრებით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შორის ძალიან მჭიდრო უნდა იყოს და ეს თემა ნელ-ნელა უნდა მოხდეს დეცენტრალიზება, რომლის სუპერვიზია და კოორდინაცია განხორციელდება უკვე ცენტრალური წყობებიდან, მაგრამ თვითმმართველობის დონეზე უნდა დავიდეს აუცილებლად, იმიტომ რომ მათ აქვს ყველაზე დიდი როლი და ყველაზე ახლოს მოსახლეობასთან ისინი დგანან. რაც შეეხება კერძო სექტორის, სამწუხაროდ ჩვენი კერძო სექტორი არ არის ისე განვითარებული და მე ყოველთვის ვამბობ ეს რაღაცა ჩვენ არ უნდა ვიყოთ კეთილი ბიძიების იმედად. არ უნდა ჩავთვალოთ, რომ დიდი ბიზნესი არის კეთილი ბიძია და ზოგს აქვს ეს თვითშეგნება, რა თქმა უნდა, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ეს თვითშეგნება სამწუხაროდ არ არსებობს. ჩვენი დღევანდელი თუნდაც ეკონომიკური და სოციალური განვითარების დონეზე და ამ შემთხვევაში ალბათ გარკვეული მექანიზმები სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს შემოღებული, რომ ეს იყოს ცოტა იძულებითი წესით, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცა არის კარგი და კეთილი, მაგრამ არსებობენ ასევე ბოროტები და ამ ბოროტებაც რაღაცა წვლილი უნდა შეიტანონ და გააკეთონ. ეს არის აუცილებელი კოორდინაციის მიმართულებით და მთავარი არის ისევ პროგრამებს რომ დაუბრუნდეთ. აუცილებელი არის ეს პროგრამები არსებობს, ფული არსებობს, მაგრამ როგორ იხარჯება, როგორ ეფექტურად იხარჯება, ამაზე ძალიან დიდი მნიშვნელობა არის სახელმწიფოს როლის. და განსაკუთრებით დღესდღეობით აღნიშნავ, რომ სერვისები, რომლებიც ამ კუთხით არსებობდა, სოციალური სერვისები, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა, უმრავლესი ეგრეთ წოდებული კარგი და ეფექტური სერვისი იყო ის, სადაც დამატებითი ფული შედიოდა დონორების მხრიდან. დღესდღეობით ეს ფული არ შედის და ფაქტობრივად გამოდის, რომ ეს სერვისები ხარჯს დონორული დახმარება სერიოზულად მოგვაკლდა. სერიოზულად და მარტო სახელმწიფო ფული სერვისებში დახარჯული სამწუხაროდ არ ყოფნის ეს, თუნდაც იმე კონკრეტულ სერვისს, მაგრამ ამასთანავე ის სერვისი უნდა განვითარდეს. იგივე მაიამ რო ახსნის, იქ ჭირდება ტრეინინგები, მომავლის კვალიფიკაციური კადრების აღზრდა და გამუშავება, რომელშიც სახელმწიფო ფულს არ დებს. და თუნდაც იგივე მარტივად რო ვთქვათ, რომ რაღაცა გარკვეული კარგი სერვისები არსებობს 64 მუნიციპალიტეტში და ყველაზე კაი შემთხვევაში 20 მუნიციპალიტეტში. დანარჩენ მუნიციპალიტეტში შეიძლება სახელმწიფოს აქვს სერვისის ყოველდღიური ხარჯი, მაგრამ
აღარ არსებობს დონორი, რომელიც ფულს ჩადებდა ამ სერვისის შექმნაზე და შესაბამისად სახელმწიფოს გარკვეული ვალდებულება უნდა იყოს არა მარტო სერვისის ყოველდღიურ ხარჯების დაფინანსებაში, არამედ გარკვეული სერვისების განვითარებაში იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ეს უბრალოდ არ არსებობს, მაგრამ არსებობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ბავშვები. დიდი მადლობა. მადლობა ძალიან საინტერესო საუბრისთვის. აუცილებლად მივუბრუნდებით კიდევ ამ თემას, საკმაოდ დიდი არის სასაუბრო და ბევრია მათ შორის დაფინანსებასთან დაკავშირებითაც და მადლობა რომ იყავით დღეს ჯანდაცვის სტანდარტში. მადლობა მოწვევისთვის. მადლობა. მაია შეშნიაშვილს უმასპინძლეთ სოციალური ინკლუზიის მხარდაჭერის ორგანიზაცია ხელი ხელს დამფუძნებას და ასევე გია კაკაჩია იყო ჩვენთან ერთად სოციალური პოლიტიკის, ბავშვთა კეთილდღეობისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების ექსპერტი. ყველა ფიქრობს საკუთარი ავადმყოფობის სიმძიმეზე და არავის ახსოვს, რომ ჯანმრთელობა ყველაზე დიდი საჩუქარია. ლევ ტოლსტოი. რომ შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი თემა, შეზღუდული შესაძლებლობების პირთა ჯანმრთელობა დღევანდელი გლობალური ჯანდაცვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გაეროს სხვა მრავალ ორგანიზაციასთან, არასამთავრობო სექტორთან და სხვა პარტნიორებთან ერთად მუშაობს იმის უზრუნველსაყოფად, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ჰქონდეთ თანაბარი წვდომა ჯანდაცვის ეფექტურ სერვისებზე. ჩართულნი იყვნენ ჯანმრთელობის საგანგებო სიტუაციებისათვის მზადყოფნასა და რეაგირებაში. ჰქონდეთ წვდომა სექტორთა შორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერვენციებზე ჯანმრთელობის უმაღლესი სტანდარტის მისაღებად. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გლობალური ანგარიში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ჯანმრთელობის თანასწორობის შესახებ ასახავს 40 ძირითად ქმედებას, რომლებიც ქვეყნებმა უნდა განაახორციელონ თავიანთი ჯანდაცვის სისტემების გასაძლიერებლად და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ჯანმრთელობის უთანასწორობის შესამცირებლად. არსებობს 3 რამ, რაც ყველა მთავრობას და ჯანდაცვის სექტორის პარტნიორს შეუძლია გააკეთოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ჯანმრთელობის ზრუნვისთვის. პირველი, მათ უნდა გაითვალისწინონ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ჯანმრთელობის თანასწორობა ჯანდაცვის სექტორის ყველა ქმედებაში. მეორე, მათ შეუძლიათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ჩართვა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მესამე, მათ შეუძლიათ მონიტორინგი გაუწიონ თუ როგორ სარგებლობენ ისინი ჯანდაცვის სექტორის ქმედებებით. ახლა კი გთავაზობთ ჯანდაცვის დღეების კალენდარს და გიყვებით 3 დეკემბერზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეზე და გაგიზიარებთ ამ მნიშვნელოვანი დღის ისტორიას, რომელიც 1992 წლიდან აღინიშნება მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში. ყოველი წლის 3 დეკემბერს მსოფლიო შშმ პირთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. დღეს, რომელიც ადამიანების ღირსებაზე, თანასწორ შესაძლებლობებზე და ხელმისაწვდომ გარემოზე დაფიქრებისკენ მოგვიწოდებს. ისტორია 1991 წლით თარიღდება, როცა გაერომ მოუწოდა ქვეყნებს გლობალური მცდელობისკენ საჯაროდ დაწყებულიყო საუბარი იმ გამოწვევებზე, რის წინაშეც მილიონობით ადამიანი ყოველდღიურად დგას. 2 წლის შემდეგ 1993-1992 წლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გრძელვადიან პროგრამას ჩაეყარა საფუძველი, რამაც პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სრულფასოვანი ჩართულობა განაპირობა. და 1992 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოფიციალურად გამოაცხადა 3 დეკემბერი როგორც საერთაშორისო დღე, რაც პასუხობს მთავარს, რომ საზოგადოების განვითარება ვერ იქნება სრულყოფილი თუ მისი თითოეული წევრი თანაბრად არ მონაწილეობს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 2025 წლის შშმ პირთა საერთაშორისო დღის მთავარი გზავნილი და მთელი კონცეფცია მიმართულია ერთი ძირითადი იდეისკენ, რომ საზოგადოებამ უნდა შექმნას ისეთი გარემო, სადაც შშმ პირები არა მხოლოდ არიან, არამედ სრულფასოვნად მონაწილეობენ ყველა სფეროში. გადაწყვეტილებების მიღებიდან ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებამდე. 2025 წლის მოწოდება გვახსენებს, რომ ინკლუზიური საზოგადოება არის სოციალური განვითარებისა და სამართლიანობის წინაპირობა და რომ რეალური პროგრესი მაშინ იწყება, როცა ყველა შესაძლებლობა ჩანს, აღიარებულია და გამოყენებულია. დღეს კი ვასრულებთ ჩვენს ყოველკვირეულ გადაცემას და მადლობა, რომ უყურებთ PMG TV-ს. გემშვიდობებით ერთი კვირით მორიგ საინტერესო გადაცემამდე, რასაც ჯანდაცვის სტანდარტი ჰქვია ნინი ლონგურაშვილთან და ამირან გამყრელიძესთან ერთად. ჯანდაცვის სტანდარტის წარმომადგენია ავერსის კლინიკა. ჯანდაცვის სტანდარტის სპონსორია წყალი მთის.
0%-იანი ბრომატით.